დღეს მინდა ქართულ ჟურნალისტებს და ქართულ ტელევიზიებს შევეხო მოკლედ. Ai რო ვიძახი რომ ოპოზიციაში ნაგავიათქო და სანამ ეგ ნაგავი არ მოშორდება და ნორმალური ხალხი არ იქნება ოპოზიციაში მანამდე არ ეშველება ამ ქვეყანას და ივანიშვილიც მანამ იქნება ხელისუფლებაში თქო აი იგივე შემიძლია ვთქვა ქართულ ჟურნალისტებზე აი როგორებიც არიან გრიგოლია სანაია მელაძე რამიშვილი მიშველაძე და აი ვინც არიან ყველა ეგენი არიან არასწორი ხალხი და თავის საზოგადოებასთან რო ჩაისვარეს ისეთი ხალხი რომლებიც აი ამ ჟურნალისტის იმიჯს და ნიღაბს ამოფარებულები პირდაპირ პარტიულ საქმიანობას ეწევიან. ერთ მხარეს არის ტელევიზიები, რომლებიც პირდაპირ და თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პროპაგანდით არის დაკავებული და ამ საქმიანობას ეწევა და მეორე მხარეს არიან ტელევიზიები და ჟურნალისტები, რომლებიც პირდაპირ ოპოზიციის პარტიული დანაყოფები არიან და ოპოზიციის ინტერესებს ატარებენ და იმ ქვეყნის ინტერესებს ატარებენ, რომელი ქვეყნებიდანაც ეს ტელევიზიები და ჟურნალისტები ფინანსდებიან, ხო? ჩვენ ხო კარგად ვხედავთ ყველა, ხო? მცირე ნაწილი არის ჩვენი საზოგადოების, ვისაც ჯერ კიდევ ჯერა აი ამ თავარის, იმის TV პირველის და ფორმულას და აი მაგათი ბოდოების. მაგრამ უმრავლესობამ ხო კარგად იცის ვინც არიან და რა სიმართლესაც ლაპარაკობენ, ხო? იმიტომაც ყავთ იმდენი მაყურებელი, რომ აი უნდა ინატროს კაცმა, ხო? სანამ აი ეს ბანძი ჟურნალისტები არ მოშორდებიან ამ სივრცეს და ახალგაზრდა თაობა არ მოვა და რომ კეთილსინდისიერი იმ გაგებით, რომ საზოგადოებას ობიექტურად მიაწოდოს ინფორმაცია, ხო? არც ოპოზიციის ინტერესებს არ უნდა დებდეს თავის სიუჟეტში და არც პოზიციის ინტერესებს. ორივე მხარეს უნდა საზოგადოებას ობიექტურად აშუქებდნენ სიტუაციებს და ამბებს და აი ესე უნდა აწვდიდნენ საზოგადოებას ინფორმაციას, მაგრამ ეგეთი რამე არ ხდება დღეს პირიქით. რაღაცა გამოგონილი სიუჟეტებით ცდილობენ რომ რევოლუცია მოახდინონ ამ ქვეყანაში და ხალხი დაძაბონ და დასტრესონ. აი მაგის სპეციალისტია ნოდარ მელაძე მაგალითად, რომ რაღაცა ჯერ როგორი მუსიკა უდევთ ხო გადაცემებზე, რომ სანამ ესე იგი გადაცემა დაიწყება ეს მუსიკა გძაბავს ისე და გაფიქრებინებს რომ რაღაცა ქვეყანა ინგრევა თურმე. მერე ის რეპორტიორები რო ყავთ ხო აი ბანძიქალები იმენა ფარჩაკები გოგობიჭები რო დარბიან მიკროფონებით ქუჩებში აი ტიტუშკებს რო ეძახიან ვიღაცებს ხო აი ეგენი არიან ზუსტად ტიტუშკები და ფარჩაკები და მონები და შნირები რო ამ მიკროფონებით დარბიან და მოგახტება და კითხვას კი არ გისვავს რამე ფორმით. არა, აი მაგალითად მოგახტება და გეტყვის, რატო ყიდი სამშობლოს და პუტინმა რამდენი გადაგიხადა, რომ ეს განცხადება გაგეკეთებინა და ბარიგა რატო ხარ და რაღაცა ეგეთ სირობებს ეკითხებიან, რომ პროვოკატორობენ, რომ პროვოკაცია განიკეთონ იმის, რომ მე ან შეაგინო, ან შემოარტყა და მე ატეხონ ამბავი, რომ აი თურმე როგორ ოპოზიციურ ჟურნალისტებს და ოპოზიციურ არხებს როგორ დევნიან, როგორ ავიწროვებენ და ასე შემდეგ. ბევრი სიუჟეტი მინახია, რომ აი ნოდარ მელაძეს მაგის ფარჩაკი კაცის გამოძიებული ვითომ რაღაცა სიუჟეტები საფუძველზე, რომ მიდიან ოჯახებში მიდიან და მშობლებს გულებს უხეთქავენ და თქვენი შვილი რომ ნარკობარიგა იყო თუ ვიცოდით და ეგეთ რაღაც სისულელეებს ეკითხებიან. ეგ მოსულია და სწორია? ხო არ მოსულა. გადასული არიან ეს ტელევიზიები პირდაპირ დივერსიულ და ქვეყნისთვის ძილის გამომთხრილ საქმიანობაზე გადასულები. ან დაიწერონ ეკრანზე რომ გამოდიან რომ ჩვენ არ ვართ ობიექტური ტელევიზია და ჩვენ ვართ ეზერას ინტერესების გამტარებელი ან ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შემსრულებელი ტელევიზია და დაიწერონ ეგ ეკრანზე და რაც უნდა ის ილაპარაკონ, მაგრამ ეს უნამუსობაა, რასაც ეგენი აკეთებენ, რომ ცდილობენ რომ
საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, საზოგადოებას დააჯერონ ისეთი ფაქტები, რომელიც არ არსებობს სამყაროში და პირდაპირ მნიშვნელობით გააგიჟონ საზოგადოება ისე, რომ მერე რაღაც სასწაული მოახდინონ ამ ქვეყანაში და ვერ მიაღწევენ ამას და კარგია, რომ საზოგადოების უმრავლესობამ კარგად დაინახა ვინ არის გრიგოლია და სანაია და მელაძე და აი მაგათი სამართლიანობა და მაგათი ობიექტურობა კარგად აქვს უმრავლესობას გააზრებული და მიხვდა ყველაფერს კარგად და კიდევ უფრო მეც მიხვდებიან. ხო და სანამ ესეთი ნაგავი იქნება ჟურნალისტიკაში, როგორიც არის ერთი მხრივ და მეორე მხრივ ოპოზიციაში იქნება ისეთი ნაგავი, როგორიც არის, მანამ არ ეშველება ამ ქვეყანას არაფერი და მანამ ვერ გაიგებს ხალხი, რომელი ინფორმაცია მართალია და რა ტყუილია და რა სისულები, ხო? აი გრიგოლია, სანაია, მიშველაძე და აი ეს კოკორდა, ამათი კოკორდა ვინც არიან ეს პირდაპირ დივერსანტები ამ ქვეყნის, მაგათ თუ საზოგადოება არ დავარქვით თავის სახელი და საზოგადოებამ თუ პირდაპირ არ მოიკვეთა ეგ ადამიანები იმ გაგებით, რომ უნდა მაგათ ეკრძალებოდეთ ჟურნალისტური საქმიანობა და უნდა პირდაპირ ბილბორდებზე უნდა ვაყნავდეთ მაგათ სახეებს და უნდა ვაწერდეთ, რომ პროვოკატორია და მატყუარაა და ვიღაცის ინტერესებზე გაყიდული ჟურნალისტები არიან. აი მაგას თუ არ ვიზავთ, შემდეგი თაობა ჟურნალისტების რომოვა შეიძლება უარესი გააკეთონ ამათზე და იმისათვის, რომ ჟურნალისტების და პოლიტიკოსების შემდეგ თაობას არ ქონდეთ იმის საშუალება, რომ იკადრონ ის სიბინძურე, რასაც ეს ჟურნალისტები და ეს პოლიტიკოსები კადრულობენ, ჩვენ თუ ამის დაზღვევას არ გავაკეთებთ და აი მომავალ თაობას არ ექნება იმის მაგალითი, რომ აი როგორ გაბანძდა ეს გრიგოლიები და ვიღაცები და როგორ გაბანძდა ოპოზიციაში კიდე აი ეს პოლიტიკოსები, მანამდე ვიქნებით იმ საფრთხის ქვეშ, რომ იქნება შესაძლებელი, რომ ახალი თაობაშიც აი ამ ფორმატის ჟურნალისტები და პოლიტიკოსები გამოიჩეკონ, როგორიც დღეს საქართველოში არიან სამწუხაროდ. ეს არის ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს როგორც სატელევიზიო სივრცეში, ისე ოპოზიციურ სპექტრში.